მეგობრებო, სალმებით. თემა. რას ფიქრობ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენთან დაკავშირებით და რას მოიმოქმედებს უახლოესი ერთი თვის ვადაზე. აქტუალური თემა ფაქტიურად შეუცვლელი და მე ახლა შევეცდები, რომ ინფორმაციულად მოგცეთ თქვენს ამ შეკითხვაზე პასუხი. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაინტერესებთ, მაგრამ ძირითად შემთხვევაში აქ ჩაფიქრება ხდება ხოლმე პარტნიორული ურთიერთობების ირგვლივ ძირითადად, თუმცა განმეორდები შეზღუდული ნამდვილად არ ხართ. ვარიანტი 3 გვექნება. ვარიანტი დღეს გვექნება 3. ვარიანტი პირველი. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ ახლა? ვარიანტი 2. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა თქვენზე და ვარიანტი 3. სამი ვარიანტი არის თქვენს წინაშე. ფიქრობ ასე დავალაგო, ალბათ უფრო კარგად დაინახავთ. კარგით. პირველი ვარიანტი გვექნება ესეთი ამეთვისტოს ობობა. ვისაც ობობების ფობია გაქვთ უკაცრავად. ვარიანტი მეორე ეს იქნება ობსიდიანის ობობა და ვარიანტი მესამე ეს იქნება მწვანე ავანტიურინის ობობა. ახლა მინდა რომ კარგად დააკვირდეთ სამივე ვარიანტს. კარგად შეისწავლოთ, კარგად შეიგრძნოთ. აი ასე. და როდესაც ჩამოყალიბდებით თქვენს ვარიანტებში, მე დავიწყებ თქვენთვის ინფორმაციის გაჟღერებას, დახვიჭეთ თვალები, დაინახეთ ის ადამიანი, ვის ირგვლივ ახლა ინფორმაცია გაინტერესებთ. ეკი ვიწყებ ვარიანტი პირველით. ვარიანტი ამეთვისტოს ობობა, ვინც შეიფიქრა, რას ფიქრობს ადამიანი ახლა თქვენთან დაკავშირებით? ადამიანი ახლა თქვენთან დაკავშირებით ნახეთ, მისი ფიქრები ახლა არის მინიმალური თქვენთან დაკავშირებით და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ ახლა ამ მომენტში ადამიანი დგას სერიოზული არჩევანის წინაშე. ადამიანი ახლა ირჩევს თავის გზას, ცხოვრებისელ გზას. ანუ საით წავიდეს, როგორ და სად მომართოს თავისი ენერგიები, თავისი ფოკუსი, შესაძლებლობები. ანუ ეს გზა არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ძირითადად უფრო მეტად, იმიტომ რომ ეს გზა შემდგომ უკვე ალაგებს მის სამომავლო პერსპექტივებს და სამომავლო ასპექტებს, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი უბრალოდ ახლა აი ამ მომენტში, აი ამ თავისი პირადი გზის ოვნით არის დაკავებული და ფიქრები შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ამ მომენტში ამარკარით არ იკითხება ნამდვილად ჩემთვის. ყოველ შემთხვევაში რადგან წამოვიდა ინტენსიურად ენერგია, თქვენ კარგად იცით, რომ მე ტაროს ცოტა შესაძლებელია კოლეგებისგან განსხვავებით არასტანდარტულად ვკითხულობ და მე ვკითხულობ ინფორმაციას, მე ვკითხულობ შეგრძნებებს, ენერგიებს. ხანდახან ტაროც არ მჭირდება, პირდაპირ ენერგიას ვკითხულობ ხოლმე და ტარო უბრალოდ ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელსაც თქვენ ხედავთ. კარგი, კიდევ ერთხელ ვიკითხავ. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ახლა? ადამიანი ფიქრობს ხოთი შორის, რომ თქვენ მას სტალკავთ, ანუ თქვენ მასზე ფიქრობთ და ძალიან სწორიც არის, იმიტომ რომ აშკარად კითხულობს ამ ენერგიებს, ამ ინფორმაციას. და თითქოს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, რომ თქვენ
შესაძლებელი ახლა ახდენდეთ თქვენი ცხოვრების და რეალობის დემონსტრაციას ისე, რომ თითქოს არის ყველაფერი კარგად, მაგრამ ადამიანი ფიქრობს, რომ შესაძლებელია თლად ყველაფერი კარგად არ გქონდეთ, ხო? სხვათა შორის ადამიანი ფიქრობს, რომ გარკვეული შეუცვლელი როლი აქვს თქვენს ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა ახლა 3 კუთხეც უყურებ, 4 კუთხეც, რომბს, მართკუთხედს, ხუმრობ. ადამიანი ფიქრობს, რომ მისი როლი დღესდღეობით არის შეუცვლელი. მისი როლი თქვენს ცხოვრებაში და ადამიანი რატომღაც შესაძლებელია ფიქრობდეს, რომ მთელ ცხოვრებას თუ რაღაც ნაწილს ცხოვრებისას ცხოვრობთ იმიტომ, რომ მას დაუმტკიცოთ, ვთქვათ, რომ მის გარეშე კარგად ხარობთ, რომ მის გარეშე ემოციურად ბედნიერად გრძნობთ თავს, არაფერი არ გიჭირთ, თუმცა განმეორდები ადამიანი პირიქით ფიქრობს. ადამიანი თვითონ გაგვარდებათ რეალურად ამ დროს და შემიძლია გითხრათ, რომ რაც ახლა მე თქვენ გავაჟღერეთ თქვენი მისამართი ზუსტად ანალოგიური ენერგიები და სცენარები და სიტუაციები ხდება ამ ადამიანის ცხოვრებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს უნდა რომ იფიქროს, რომ თქვენ ცუდად ხართ, არც თუ ისე კარგად გრძნობთ თავს, რომ მხოლოდ დემონსტრაცია რეალურად ეს თქვენ აკეთებთ, მაგრამ ახლა შეატრიალეთ ყველაფერი იგივე, რაც თქვენ მისი მიმართულებით, ანუ რეალურად ეს პირიქით არის, ანუ რაც მის ცხოვრებაში ხდება და როგორი ვექტორითაც ახლა ადამიანი იყურება თქვენთან მიმართებაში და როგორი ლინზაც ახლა მას გამოყენებული აქვს, რომ ლინზასაც ახლა ის იყენებს თქვენი სივრცის სათვალთვალოდ და სივრცის შესაძლებლად ზუსტად ის ხდება მის ცხოვრებაში. ანუ რეალურად ადამიანი თავად გითვალთვალებთ. ანუ ადამიანი პირიქით ფიქრობ უნდა რომ ასე იყოს, მაგრამ რეალურად ადამიანი თვითონ გითვალთვალებთ. და ადამიანი ძალიან კარგად ხვდება, რომ ყველაფერი ნორმაშია თქვენ შემთხვევაში და არ უნდა რომ ეს დაიჯეროს. არ უნდა რომ ეს დაიჯეროს, არ უნდა რომ დაიჯეროს ის, რომ ნამდვილად შესაძლებელია გულწრფელად კარგად იყოთ მის გარეშე. ხვდებით რა შეესაბამება? ადამიანს უნდა რომ არ იყოთ კარგად მის გარეშე. არ უნდა ამის დაჯერება, რომ ყველაფერი შესაძლებელია ოკეი იყოს მისი არსებობის გარეშეც ხოლმე რაღაც ესეთი ინფორმაცია წარმოვიდა. კარგი. კიდევ რას ფიქრობს? როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა მოდი ესე დავსვამ კითხვას. ვერ კითხულობს ინფორმაციას თქვენთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ვერ კითხულობ, შეიძლება კარგი დაცვა გაქვთ დაყენებული. ალბათ ადამიანი ხართ, რომელმაც კარგად იცით როგორ დაფაროთ ნაკვალები ისე რომ ყველას არ ქონდეს იმის საშუალება თქვენ სივრცეში შემოიხედოს, ამიტომ შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანი მსჯელობს წარსულით და მსჯელობს იმით, რაც რეალურად მის თავს ხდება. ანუ არ ვიცი რატომ, მაგრამ თქვენ როდესაც გხედავთ, რაღაცა ღობე წამოვიდა, ხო? ღობე, კედელი. სადაც არ ჩანს არც ინფორმაცია, არ ჩანს არც თქვენი, ვთქვათ, რას აკეთებთ, როგორ აკეთებთ, როგორ ცხოვრობთ, ვისთან ხართ და თუ ხართ, როგორ ხართ, ხვდებით ხო? აი ადამიანი როგორ გხედავთ ახლა და გხედავთ ჩაკეტილ სივრცეთ რეალურად. და გხედავთ ქურუმ ქალად, ანუ ქალი, რომელიც პირველ რიგში შეცვლილია, ქალი, რომელიც პირველ რიგში რაღაც ცოტა ისეთი გახდა, ხო? უფრო მეტად ჩაკეტა ინფორმაცია და უფრო მეტად შიდა პროცესებში ვიდრე ვთქვათ გარეთ გამოაქვს თავისი მნიშვნელოვანი ვთქვათ ცხოვრებისეული მომენტები, არა, ადამიანი გხედავთ რომ იცავთ თავს აი ამ რაღაცა ზედმეტი ინფორმაციული გაჟონვისაგან, ხო, რაღაცნაირად თქვენს ჭუბში ზიხარ შეიძლება ასე ითქვას. ადამიანი გხედავთ როგორც ძალიან ინტუიციურ, გონიერ ადამიანს ამავდროულად, რასაც თავად ვინც ჩაიფიქრეთ ამ ადამიანზე მაინც ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. კარგით, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში ერთი თვის მანძილზე? პენტაკლების დედოფალი, ხუთიანების პენტაკლები. იცით რა, ადამიანი ვერაფერს ვერ მოიმოქმედებს. არკანის სიკვდილი, სამიანების პენტაკლები. თქვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. დამთავრებულია თქვი და ბოლო არკანიც
გხდავდე. მე გირჩევდით, რომ ეს ადამიანი აღარ ჩაიფიქროთ, არ გინდათ, ნუ დაკარგავთ დროს, ენერგიას, ანუ ნუღა გაქეკავთ წარსულს და გეტყვით რატომ. ის რომ თქვენ პენტაკლების დედოფალი ხართ და ის ხუთიანების პენტაკლები უკვე ყველაფერზე საუბრობს, ხო? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არის შემდგარი, წარმატებული და კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება თუ დროს რაღაც წარსულ აჩერდილებზე არ დაკარგავს. აქ მაჩვენებს, რომ თქვენ სხვა რეალობისთვის და საერთოდ სხვა სიხშირებზე დგახართ. ადამიანი კი საერთოდ სხვა სიხშირებზე დგას, ამიტომ მე-13 არკანი და სამართლიანობა 10-იანების ხმლები ამბობს იმას, რომ თქვენ შორის გზა გაირბინა უკვე რაღაც ესე იგი იმ ენერგიამ, რომელიც ერთმანეთთან აღარ მოგიყვანთ, იმიტომ რომ ადამიანმა ითამაშა უკვე თავისი როლი თქვენს ცხოვრებაში და გზები უკვე გაყოფილია და მას თავისი ცხოვრების ფორმირება ხდება ახლა მისი ცალკე და ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი აქვს ადამიანს და თქვენს ხაზზე, თქვენს რეალობაში ხართ და ხართ აბსოლუტურად წარმატებულ ენერგიებში და კიდევ ერთხელ განმეორდები, რაც უფრო მეტად ჩაიფიქრებთ ასეთ ადამიანს და უფრო მეტად მოიპატიჟებთ თქვენს ენერგოინფორმაციულ სივრცეში, მით უფრო მეტ ენერგიას დაკარგავთ. ამიტომ გირჩევდით, რომ დრო არც კი დაკარგოთ, არამც თუ ენერგია, ხო? მოდი ნახოთ ხა ამ ადამიანის რეალობაში რა ხდება ასეთი, რატომ წავიკითხე ესეთი ნეგატიური ენერგიები, ხო? რვიანების პენტაკლები, ცხრიანების ხმლები და არკანი მთვარე. ანუ ადამიანი ნახეთ, ადამიანი არის პირველ რიგში შემიძლია გითხრათ აქ ესეთი რამ. ადამიანი არ არის ფსიქოემოციონალურად კარგად. შეიძლება ითქვას ადამიანს აქვს ერთგვარი რო ვუყურებ, ვიტყოდი რომ ბიპოლარულ აშლილობას ვუყურებ თქვენ, იმიტომ რომ ადამიანი ცხოვრობს ხაცი ილუზიებში. მუშაობს და ხვდება რომ ეს მუშაობა, ეს რუტინა არანაირ სიამოვნებას არ ანიჭებს. და არ მოსწონს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არაბედნიერებს, რაღაც ცხოვრობს ერთ რეალობაში, გაჩვენებთ ერთ რეალობას, ანუ სოციალურ ქსელებში ვთქვათ, საერთოდ სხვა რეალობას აჩვენებს, მაგრამ შიგნით აბსოლუტური ქაოსი და აბსოლუტური არასტაბილურობა ხდება, ხო? უნდა კარგი ცხოვრება, უნდა ასე ვთქვათ, კეთილდღეობა, უნდა წარმატება, მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ არც პირად პლანზე, არც პირად ურთიერთობებში და არც ფინანსებში ადამიანს ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ უმართლებს, ხვდებით, ხო? მაგრამ ყველაზე მეტად რაშიც ამ ადამიანს არ უმართლებს, ხო? ეს არის ის, რომ რაშიც არ გაუმართლებს ალბათ სამომავლოდაც, ეს არის ის, რომ არ ცხოვრობს რეალურ ცხოვრებას. ანუ იცით, რისი თქმა მინდა, თითქოს ადამიანი არის ილუზიებში. ანუ არაფასებს საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად, ხო? ანუ მისი შესაძლებლობები ამხელა, მაგრამ უნდა რომ იყოს ამხელა, ხო? ამ დროს არ შეესაბამება და შესაბამისად იმდენჯერ წამოკრავს ფეხს, რამდენჯერაც არ მიხვდება იმას, რომ ყოველ ჯერზე რამდენი გზა და რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოს და როგორც არ უნდა აირჩიოს და სადაც არ უნდა წავიდეს, თუ ადამიანი არ ხარ გულწრფელი და რეალურად არაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს, ხო? და სხვისი ჯიბრით ცხოვრობ, ან რაღაც სხვისი ცხოვრობით ცხოვრობ და არ გაგაჩნია შენი პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ სხვა სანახო რაღაცები, ხო, ნუ რა თქმა უნდა და სხვის თვალში კაი ტიპი გამოჩნდა, ხო, რა თქმა უნდა, ეს შენი ცხოვრება სხვების იქნება, არც არ იქნება შენი, იმიტომ რომ სხვებზე ხარ ორიენტირებული. იმიტომ რომ შენი თვით შეფასება დამოკიდებულია სხვა ადამიანებზე, ხო? და არა შენზე, არამედ ვიღაცებზე და ეს ძალიან ცუდია. რეალურად, ხო? ეს არის პირველი ვარიანტი, დაგემშვიდობებით. და გადავედით მეორე ვარიანტზე. ობსიდიანი, ვინც აირჩია, შავი. რას ფიქრობთ, ჩაკითხებული ადამიანი ახლა თქვენთან დაკავშირებით, 10-იანების პენტაკლები. ათიანების პენტაკლები თქვენთან მიმართებაში.
ნახეთ, ადამიანი არის საკმაოდ რთულ სიტუაციაში, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ აშკარად უნდა რომ განაახლოს გარკვეული თქვენთან მიმართებაში გარკვეული ურთიერთობები გადაიყვანოს სხვა ეტაპზე, ბევრად უფრო კარგ ეტაპზე, ბევრად უფრო საინტერესო ეტაპზე. თუ ეს არის სასიყვარულო სამკუთხედი, გეტყვით, რომ ადამიანი არის საკმაოდ დაკავებული თავისი, თქვათ, ოჯახური გარემოთი, საქმეებით, ვალდებულებებით, მაგრამ აქვე თქვენთან მიმართებაში ნამდვილად აქვს ეს რაღაცა წარსული, თქვათ, მონატრების ნაწილი, გრძნობები აქვს თქვენთან მიმართებაში, ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რაღაცა სტაბილური, მაგრამ ეს არის რაღაცა პულსირებადი გრძნობა და ემოცია, ხო, რაღაც მომენტში, როდესაც გვახსენდება, გვჭირდება და გვინდა ადამიანის გვერდით ყოფნა, ხო, როდესაც მაგალითად თქოს ეს სურათს რო დაინახავს, მაშინ იღვიძებს განსაკუთრებით ეს ემოციები და გრძნობები, ხო, თქვენთან მიმართებაში, რაღაცა მაპროვოცირებელი, ვთქვათ, მომენტები, როდესაც ხდება, ხო, მის ტვინში, სადაც პროვოცირებს ის კონკრეტული უჯრედები, რომელიც თქვენთან არის დაკავშირებული. მაგრამ თუ ეს არის ადამიანსაც არ ყავს ახლა არავინ და უბრალოდ ურთიერთობა ცოტა ხანი გაციებულია და რაღაცნაირად ესე იგი გულისხმობ თუ არ იმყოფებით ოფიციალურ ქორწინებაში, მაშინ აქაც გეტყვით, რომ თავის სახლ-კარში კარ-მიდამოში აქვს ეს რაღაცა ბევრი ვალდებულებები აღებული, შეიძლება იყოს რემონტი, ავეჯის გამოსვლა, ყველაფერი, ხო, რაც სახლ-კარს და კარ-მიდამოს და ოჯახის წევრებს შესაძლებელია ეხებოდეს, ბავშვებს ეხებოდეს, ხომ? თუ მაგალითად სამკუთხედია, აქაც ბავშვების თემა ძალიან დიდ როლს თამაშობს, ხომ? ოჯახი და ბავშვები. ხოლო თუ ეს არის სიტუაცია, როდესაც არც თქვენ გყავთ ოჯახი და არც კონკრეტულ ადამიანს, შემიძლია მაინც პირდაპირ გითხრათ, რომ ასე არის თუ ისე არის, ყველაფერი მაინც მიდის სახლისკენ, ოჯახისკენ, ვალდებულებებისკენ და თქვენთან მიმართებაში ადამიანი ცდილობს რომ რაღაცა განაახლოს, ხო, თუ მაგალითად ურთიერთობა პაუზაზე, ადამიანს უნდა რომ გამოჩნდეს. ადამიანი უყურებს თქვენს სურათებს, ანუ ადამიანი გითვალთვალებს სოციალურ ქსელებში, შეიძლება ის დაგვარად. ანუ მე ვერ ვიტყვი, რომ აქ თქვენი დაინტერესება არ არის, მაგრამ მაინც შეგრძნება მაქვს, რომ აქ არის რაღაცა გარკვეული წინააღმდეგობები, რაც არ აძლევს ადამიანს იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად შემოვიდეს თქვენს რეალობაში. მოდი მე ხა ესეთი კითხვა მაქვს. როგორ გხედავთ ეს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? ანუ როგორი ხართ მის თვალში ახლა? ხო. არ ვიცი, აქ მაჩვენებს დასრულებულ ან ქორწინებას, ან ურთიერთობებს, ან სერიოზულ ტრანსფორმაციას, რომელიც თქვენ ორ შორის მოხდა. ადამიანი ხედავს, რომ ძალიან შეიცვალა ზოგადად თქვენი ურთიერთობის ვიბრაციები, ენერგიები. ადამიანი ხლა როგორც ხედავთ, ეს არის ის, რომ ცდილობთ შეიძლება თუ სამკუთხედია და გაიგეთ, რომ თქვათ სხვა ოჯახი ყავს და ასე შემდეგ, ეს ადამიანს შეიძლება იყოს ძალიან დიდი დარტყმა. ან რაღაცა რაც თქვათ ოჯახურ სიტუაციას, ოჯახის შექმნას, ურთიერთობების სიმყარეს და სიმტკიცეს. შესაძლოა ადამიანი ამ შემთხვევაში ვინც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ, შესაძლოა მისგან ელოდებოდით, რომ რაღაცები დასრულდებოდა ძველ ოჯახში და თქვენსკენ გამოტრიალდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდა და ადამიანი ხა ხედავთ, რომ ძალიან განიცდით და ძალიან ესე კრიზისში ხართ, ხომ? ეს როგორც ვარიანტი, ადამიანი ხედავთ, რომ რაღაცა ცუდ ეტაპს განიცდით ცხოვრებაში, რასაც არის ძალიან მტკივნეული. თითქოს სადაც რასაც არ უნდა აკეთებდეთ, რასაც არ უნდა მოქმედებდეთ, რაღაცნაირად ეს ბედნიერებას არ განიჭებთ, ხომ?
შესაძლებელია სამსახურში განიცადეთ ახლა რაღაცა ტრანსფორმაცია, წამოხვედით, რაღაცა ცვლილებებია ისეთი, რამაც როგორც თვით შეგრძნებაზე, ასევე ფინანსებზე ვხედავ, რომ იმოქმედა თქვენ შემთხვევაში. ნახეთ, ეს იმდენად ორაზროვანი საჯარო გაშლა, მეცაც ვიყო სამაზროვანი, იმიტომ რომ ვარიანტები სხვადასხვა, რომ ესე იგი მიჭირს კონკრეტულად აუცილებლად ერთი მიმართულებით საუბარი. ხო, ვარიანტები კიდევ ბევრი შემიძლია წარმოვადგინო, მაგრამ ძალიან ბევრ დროს დაიჭერს, ხო? მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თუნდაც ვიბრაციები და ენერგიებით იგრძნობთ ახლა რისი თქმა მინდა თქვენთვის. რას მოიმოქმედებს ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? უბრალოდ ერთი თვის მანძილზე. რას მოიმოქმედებს თქვენთან მიმართებაში? მეორე ვარიანტი. ფიქრობს. არა, ნუ აქ რაღაცა ან სამკუთხედის ამბავია, ან თქვენ არ ხართ თავისუფალი, ან ის არ არის თავისუფალი. და რაღაცა ეს არის რა ამბებია აქ. რას მოიმოქმედებს ადამიანი და შეგრძნება მაქვს, რომ დაელოდება შესაბამის მომენტს, რომ იმოქმედოს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ თითქოს სიტუაცია ისე ვითარდება და ისე მიდის, რომ დისკომფორტი იქნება ყველასთვის. განმეორდების სამკუთხედი გაქვთ თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ადამიანის გამოჩენა თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს დისკომფორტს. შემოიტანს დისკომფორტს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვერ შეთანხმდებით, ასე ვერ შეთანხმდებით? ხო, ნუ ვერ შეთანხმდებით, თქო და ოთხიანების თასები ამოვიდა, რაზე ვერ შეთანხმდებით? არკანის სამყარო, ნუ ურთიერთობის რაღაცა ახალი ეტაპის გადაყვანაზე, რადგანაც მაჩვენებს, რომ თითქოს არსებობს თქვენ შორის რაღაცა ხელისშემშლელი ფაქტორი, რაც საბოლოო ჯამში არ გაძლევთ საშუალებას, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. ხელისშემშლელი ფაქტორი, თითქოს რაღაცა იმედები, აი რაღაცა შეიცვლება, რაღაცა სხვა იქნება, სხვა გამოვა. რაღაცა სხვანაირი იქნება ურთიერთობა, მაგრამ მიხვდებით, რომ რაღაცნაირად ისევ ერთი და იგივე ამბები ტრიალს. ნებისმიერ შემთხვევაში, რას მოიმოქმედებს ადამიანი თქვენთან ერთი თვის მანძილზე არის ის, რომ მისი გამოჩენა ისევ კიდევ ერთხელ დაგანახებთ იმას, რომ არაფერი არ შეიცვლება, პოზიციებს გულისხმობ არც თქვენთან მიმართებაში, არც მასთან მიმართებაში, იმიტომ რომ თითქოს არის ვიღაცა მესამე პირი. მესამე პირი, რომელიც ხელს უშლის თქვენი ურთიერთობების, ან შესაძლებელია ეს ადამიანი არის, ვინც ჩაიფიქრეთ შემოძვირფასო მეორე ვარიანტი, შესაძლოა თავად ეს ადამიანი იყოს ერთგვარი პროვოკაცია თქვენს ურთიერთობებში და იყოს მესამე პირი. ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ეს სიტუაცია, როდესაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. დაგემშვიდობებით მეორე ვარიანტი და გადავედით მესამე ვარიანტზე. ავანტიურინი ვინც აირჩია. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენთან დაკავშირებით? არკანი ძალა. რომ ძლიერი ხართ, ლამაზი ხართ. ძალიან საინტერესო ხართ. რომ მნიშვნელოვანი ხართ მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ის არის მნიშვნელოვანი თქვენთვის, ყოველ შემთხვევაში ესე ფიქრობს ადამიანი, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენს რეალობაში. თქვენ გრძნობთ ენერგეტიკულად ერთმანეთს. იმიტომ რომ გაქვთ გარკვეული ენერგიათა შემხებლობა, რომელიც რაღაცნაირად შეგაკავშირათ, დაგაფიქსირათ, ესე იგი, ერთმანეთთან და რაღაცნაირად ამ ენერგიაზე დგას და ამ ენერგიას უჭირავს თქვენი ურთიერთობა. კარგით. როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა? გაბრაზებული ხართ? გაბრაზებული ხართ? ადამიანი ხედავთ, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ ახლა რაღაცებს შესაძლებელია მის ჯიბრზე აკეთებდეთ? ნუ ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ახლა თქვენს სამყაროში ხართ, თქვენს რეალობაში ხარშავთ რაღაცებს. ადამიანი ხედავთ ახლა როგორც
ნახეთ, როგორი რაღაც არის, თუ ახლა თქვენ აგრძნობინებთ ადამიანს, რომ თქვენ მის გარეშე ცხოვრება შეგიძლიათ, ყველაფერი კარგად არის მის გარეშე, ანუ თითქოს ადამიანი ამას ხედავს და ხვდება, რომ თქვენ ახლა იქცევით. არის ეს დამოკიდებულება თითქოს სპეციალურად, მაგრამ თითქოს რასაჩვენებთ, იცი ადამიანს მისი ფიქრიდან გამომდინარე ვკითხულობ რა, რომ რაღაცა ახალი გზა დაიწყეთ მის გარეშე. დამოუკიდებელი რაღაცა თქვენ რაღაცა შეისწავლეთ, რაღაცა საქმიანი ხართ, ან ბოლოდ რაღაცა ჩავიკეტეთ, ხო, ჩვენს სივრცეში, ჩვენს გარემოში და რაღაცნაირად ადამიანს ვაჩვენებთ ამას, რომ ახლა არავინ არ შემეხოს, არავინ არ მოვიდეს ჩემთან, არავინ არ შემაწუხოს, იმიტომ რომ მე ახლა ვარ ჩემს რეალობაში და მე აქ არავინ არ მჭირდება, ხო? ანუ შესაძლებელია ეს ასეც იყოს ნამდვილად, ან შესაძლებელია დემონსტრირებთ ამ ყველაფერს, მაგრამ განმეორდები ადამიანი ფიქრობს, რომ ამ ყველაფერს აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ მასზე რაღაც მხრივ ხართ გაბრაზებული და გინდათ, რომ ერთგვარი დემონსტრაცია გააკეთოთ იმის, რომ მის გარეშეც მშვენივრად შეგიძლიათ ყოფნა და ცხოვრება. რაღაც ესეთი ინფორმაცია წამოვიდა. კარგი. კითხვა მაქვს ასეთი. როგორ გხედავთ ჩაფიქრებული ადამიანი ახლა ვთქვით? ვნახოთ, ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა ამ მომენტში. ვინ ხართ ამ ადამიანისთვის? მესამე ვარიანტი. რა ხდება ეს სამეული ამოვიდა? ეს სამეული ამოვიდა. სამკუთხედი გვაქვს ისევ? ისევ სამკუთხედის ამბავია? რა ხდება ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, რა ხდება? შესაძლებელია მამაკაცებიც უყურებდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან ძირითადად ჩემი მაყურებლის 80%, 75% ქალბატონები არიან, მაინც ამიტომ ვამბობ ქალბატონებას, ხო? როცა ადამიანი ვერ ვიტყვი, რომ ნახეთ, ადამიანი თითქოს ორ სამყაროს შორის მოგზაურობს. ისევე ხართ თქვენც, ხომ? თითქოს ცალკე აღებული თქვენი რეალობა გაქვთ, მას თავისი რეალობა. მაგრამ თითქოს არსებობს თქვენ ორ შორის რაღაცა ესეთი ენერგია, არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს სექსუალური ენერგია, მიზიდულობა, ხო, გარკვეულ ენერგიების ნაწილში, ხო? შესაძლოა საუბარი მოგწონთ ერთმანეთთან. რაღაც არის, რამაც შეგაკავშირათ ერთმანეთთან და თითქოს მე თავიდან მეთქვი, რომ ამ ენერგიას უჭირავს თქვენი ურთიერთობა. მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ როდესაც ერთმანეთში ორდებით, ცილდებით, ის თავის სამყაროში მიდის, თქვენ სამყაროში რაღაც ესეთი ინფორმაცია აქვს. კარგი. რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში? ერთი თვის მანძილზე უკაცრავად. კარგი არაფერი არ იქნება ჩემო ძვირფასებო. შეიძლება გასკდეს სამკუთხედების, ოთხკუთხედების ამბავი. თუმცა შეგრძნება მაქვს, რომ შეიძლება თქვენ გაიგოთ, რომ ადამიანს ცალკე კიდევ სხვა ურთიერთობები აქვს. ხოცა ადამიანი აგრესიულად მოდის, თქვენც არ ხართ მთლად კარგ ენერგიებში. მე გეტყვით, რომ ეს ურთიერთობა მიდის დამთავრებისკენ. და თითქოს შეგრძნება მაქვს, რომ თქვენ ამას ძალიან კარგად გრძნობთ და ხვდებით, იმიტომ რომ ყველა წინამორბედი ენერგიები, რაც ახლა მე აქ დავასახელე, რასაც მე აქ ვისაუბრე, და თქვენ ძალიან კარგად გრძნობთ, რომ ეს არის ჩიხი. ეს არის ჩიხი, იმიტომ რომ გასაგები ადამიანები ვეხებით რაღაცა ერთი ენერგიებით ერთმანეთს. ხანდახან არსებობენ ჩვენს ცხოვრებაში ტრამპლინი ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან, რომ რაღაცა სიტუაციიდან გადავხტეთ და სხვა რეალობაში მას ვქნათ, დაუფიქსირდეთ, მაგრამ განმეორდები, ეს ურთიერთობა არის ჩიხი, ანუ რაც უფრო მეტად შევა სიღრმეში, მით უფრო მეტი პრეტენზია, კონფლიქტი და მით უფრო მეტი უარყოფითი ამოვა ზედაპირს. საბოლოო ჯამში შეგრძნება მაქვს, რომ არც ეს ადამიანი, ვინ ჩაიფიქრეთ, არ არის თავისუფალი, შესაძლოა არც თქვენ არ იყოთ თავისუფალი, შესაძლოა ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ურთიერთობა ორ ადამიანზე მეც ითვლის. ასე რომ მე მაჩვენებს რაღაცა ლოგიკურ დასასრულამდე მიდის ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, თქვენი კეთილინებაა, თუ მე ისევ არ ჩატრიალდებით ამ ენერგოინფორმაციულ ჭაობში, რასაც მე ხლა აქ ვხედავ.
მაგრამ ურთიერთობა სამწუხაროდ მიდის იქით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თქვენთან იყო არის და იქნება ნინო. შეხვედრამდე.